ზიმა მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან. მე მისი უცვლელი წამყვანი ზიკო ჯინჭარაძე გახლავართ და დღეს ჩვენ დავარეაქტებთ აუცილებლად დასარეაქტებელ ბეთლი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მიდგომა ქართულ რეპ კულტურაში. ის რომ პირდაპირ ვიტყვი რომ რა თქმა უნდა გამარჯვებული ვინაობა ვიცი. ეს ბეთლი იდება მხოლოდ იმიტომ რომ ბეთლის რეაქტი არხზე იყოს. მე დავაფიქსირო ჩემი აზრი რაღაცებთან დაკავშირებით და გავაჟღერო ასევე თქვენი, იმიტომ რომ კომენტარები ძალიან ბევრი კომენტარი მაქვს ნანახი, თუნდაც TikTok-ზე, თუნდაც Facebook-ზე სადღაც ამოჭრილი და ასე შემდეგ რა. შესაბამისად, მინდა რომ ამ კომენტარებს რაღაცა თავისი შემნახველი საცავი გქონდეს და მინდა რომ ეგ შემნახველი საცავი ჩემი არხი იყოს და რაღაცები გავაჟღერო რა. ხო, ჯერა რომ კარგად ხართ, საყვარლად, საუკეთესოდ გრძნობთ თავს. ვინც არიცით, მე სელექციონერი ვარ PvP Flows ივენთებზე ხოლმე, ანუ მარტივად ვიტყვი, ბითებს მევრთავ. მონოჰოლში თუ უყურებთ ხოლმე იქ შავი კეპით, შავი ჰუდით, შავი ნიღბით ადამიანი მე ვარ, რომელიც მიმართულია იქეთკენ რომ თქვენ გადმოწეროთ ტელეფონში შაზამი და რაღაცას რო ჩავრთავ და შაზამოთ და გემოვნება გაიუმჯობესოთ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ადამიანის გემოვნებას პატივს ვცემ, მაგრამ მე იმისთვის ვარ რომ ჯერ დაახლოებით 1 საათიანი ძალიან კარგი და დახვეწილი სეტი გასმენინოთ. შემდგომ კი flow გასიამოვნებთ აუცილებლად თავისი ბეთლებით. დღევანდელ დღეს დავარეაქტებთ JJ Marlo გაიცანი ეს ჩვენი ადვოკატია JJ Marlo. JJ-ს და Marlos vs Pele Young Mike. ბევრი რაღაცა მაქვს სათქმელი და იცოდეთ რომ ეს ვიდეო არ იქნება რაღაცა 24 წუთიანი, ეს ვიდეო იქნება ბევრად დიდი. ასე რომ თუ ეხა საჭმელს ჭამთ, ნელა ჭამეთ. კაი, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, გადავიდეთ პირდაპირ ბეთლზე. არხი გამოიწერეთ აუცილებლად და ეს ვიდეო დალაიქეთ აუცილებლად. მადლობა, წავედით. პირველი რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ შევკვრათ ხმაური. Tweli khana თქვენ ხანაში ბრელა მაიკრამე მანი შეთუ მოგინდება შველა რაკი არ გოჩვენო თორე აქვე დაგეცევა პელე შენა ჩაიხადო თორე გავიქცევით ყველა შემოვარდი ყველაზე შეშლილი შენობაშია მოვედი რომ ჩავტენო დემონტაჟში პატარა ბიჭები ჩამოტარე დემონტაჟში გაიმაცალე შეჩემა ცოტა ვაჯვა ეს მაები დავაყენო ისე როგორც ბაჯო ამათა დადიდება ფლოუების დახარჯვა ერთი ფლოუ დირა BBM-ი უნდა გაჭო ჭია გადიშე და ბოდიშები უხადე მერე კი დაიცა ვიცი რომ ერიდები ფაიცა პარები მაგას თუკი მინდა ფარები ზომბელაკი გაიცა და ნატოპი შევარდა ფაიზე მერე კი წაიგზე ქლეს ვისავით ვარი ხარ მუსიკა დასან მოდი ხარ უდი ხარ გადაყვედი უკვე მოდი და კომიდა ვერ გამოხვალ მორგი და შემოправდი პიარ ხანამ ცუცი გიყე რეპერების ბოსიკა 40 წლის კაცო ესე ვაგინო მამადი არ მინდა და ქალაქო მარა თუ მინდა შენ განასწავლი ფანჩის მოვიგე გეტყვით ისენაზე უნდა ელაპარაკო იდეები თავში რეპერს ტურისტიკი ნიკი გაბიტუნდა ფატალიტი მარლო ისე პარე გას თორემ დაგაქალის ხოდი ამბიჭებო თქვენ ხო არ გავწამე გასაკიდი ამის დოჯე როგორ დახალო ამბოდი კაცორას გავსო ფეხის უნია უდისო თავსო ისე გადორა უჩირო იმენა და გასო ისე აქ ნატაკუკა და პარსო თენაკი სენაკინესა მაი ჩამოს მაკლები ხატუ ამადირეთა პელე შაინი გითხარი მიდი გაგვაცილე ხალხი დაგვაცილე საგამცირე საქმე დაგამცირებ ნახვი მათის მერე თქვენს ამარეთ კოპიტანო გათხრით დამთიდა პაკზე პაკტი ტაკტი კაში მენავში ამათო უტოპოს ვენავხსი ვენავფრი მე ოთხ ფინალეს ვერ გასტი მიშნა რო გაუსვას ტატატი ნიკის ფლოუს გავს ხო? კი გავს. Enachi pescasli Raki balbo Ovi taitro Bicho ovi taitro Hormi taskeli noli kharbro Shestovi kharbro Mono holi radro
არა მომენტ ნიკის flows ვიღაცის flows გავს Gai maitza, toko qanas moabezes power Gai maitza, aperubamdeni bazari Gai maitza, ero ari twitonaz khoitzis mara maitza Ero dautzakes tipi shenobitan gaitza Eta mitqaltxak kurutela, zina betza bitxako amlabiz gamutela Freestyle siragas txuili rogadates Letzukna, kisa shmagis bifi txaku berba Ormos na oris liskaz, sezon zera ginda shikho argav Raper urtelian, rapelekar Barinja moedi gouteb, futeb, zau puta wamba Как могу, так много дисми Свити только на сто, и до этого масисти Ведь вода, джуатал за дисен сагадисви Мада исрис, меве доца калакиствис И са тебе тия, и сар меко марто мимиши Марцхера, марджуена, нокдаун, финиши Тау батар тула пирула, дадари твилиши Марцхера, нокдаун, финиши Okay, კაი. მე მაგალითად მომეწონა ის პერფორმანსები და ის ფლეივა, რაც გააჩნია ორივე არტისტს. მარლოს აქვს ძალიან მომატებული. JJ-ს აქვს საოცრად კარგი დიქცია და სიტყვებს არ ყლაპავს. მე მეშინოდა რომ მარლო ჩაყლაპავდა სიტყვებს, მაგრამ მარლოც არ ყლაპავს სიტყვებს. და ეგ ძალიან კაია. საოცრად გიჟი სეზონია და მინდა რომ ეს სეზონი ასევე გიჟურად დაგვირგვინდეს. ვინ გონიათ ფინალში, ან ვისი სურვებდით ფინალში, მინდა რომ ეგ კომენტარებში დაწეროთ რა. კაი, პირველი რაუნდი ძალიან კარგი პირველი რაუნდი იყო ბიჭების ყოლბაზე. გიომ თქვა რუსიამ, რომ საერთოდ სხვა JJ-ს უსმენდი და უყურებდი BDM-შიო რა და საერთოდ სხვა ძმა გაიჩითა ეხაო რა და მართალია. და სხვათა შორის ის ფსიქოლოგიური მიმართულება, რაც უკავშირდება, რომ აი ამდენ ხალხში გამოხვიდე და პირველმა თქვა რაღაცა, არ არის მარტივი ძმებო. არანაირად არ არის მარტივი და მინდა რომ აი ყველაფერი კარგად გავითავისოთ. ძალიან ახალგაზრდები არიან ბიჭები და ეს ძალიან მაღალ დონეზე შეძლეს. ზოგს საერთოდ არ აქვს ამის თავი. Okay, კაი. წავიდეთ Young Mike-ის და პელეს პირველ რაუნდზე. სანამ Young Mike-ის და პელეს პირველ რაუნდზე გადავალთ, ესეთ ქუდებში ხშირად ხედავთ ხოლმე. და ეს ქუდი არის Capsule-ის. ძალიან კაი ხარისხიან კეპების მოყვარულები ვინც ხართ, გირჩევთ რომ აუცილებლად ეწვიოთ და თუ ეტყვით რომ ზიკოსგან ხართ რა აუცილებლად რაღაცა მოხდება. შეიძლება ბაზდაკლება გაგიკეთონ ან არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად რაღაცა მოხდება. კაი, წავედით. მე მგონი ჯობია ეგრევე გავაგრძელოთ. სად ვართ გავაგრძელოთ? პირველი რაუნდი. არტისტები, ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. შემოვედით როგორც Big Pun და Fat Joe ორი წილი ტონიანი პიცა let's go სკილი არ ჭირდება გამოგონის trash talks აზრობრივად ვერ ალაგებ დაჟე airdrops ვაფშე არაფერს არ ამობ შენი face flow კახარ სიკვდილის რიგში ეს არის death row აქ ისეთი მოდა ალბერ გავგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვუგებ business leave back come on აქ ისეთი მოდა ალბერ გავგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვუგებ business, lipe, come on შეთავს ნუ ეძახი rappers ეს არ არის Bronx-ი, მაგრამ shit happens მარლო ტიპი რომელმაც ჩვენ ორი დაგვა ჰეიტა PvP და BDM-ში როგორც ამოქვეიცდა დაიწყო სეზონი და ყლეობების სახილი მარა ჰოსი flow შემოყარა ნახირი ჩემი სიტყვა იარაღი გონება მათ მახვილი ისე უნდა პისმინო პიძე ამ ჯახირი სულ არ არის საჭირო ნიჭით გამოახლეო სფერო იმისთვის რომ შენზე მაგარ ტიპებს შეუზრდელ მე არ ჭირდება ტაქსი რამეზე დათისმა იმისთვის რომ პეპლის ასუხერხულობა შეგიქმნა ვიცი სადღაც უნდა ახსენოთ ქართული ოცნება მაგრამ ჩვენ ფეხებზე გვიდია თქვენი ცხოვრება ვიზუალად უთამაშებთ ესე კეთხვეცია თქვენ და თავად არის პოზივის მიხსენოს ჭია სუქანი ბაროკოს ჯობი და გებაზოთ მინდა ამათ შავუტარო Big Pun-ი ხოდა ნომერ პირველი პირალი ორიგინალი კილერი კარაბინერის კილერი დრილერი ჩვენი თქვენზე გაიცით ვასდებს ხორცი თქვენს ხო იცით რომ ყელს აზარბაზნე ხორცი
ხავს ხოვებას ნება სეირი პორე პროექტს დაჭერ ხლეთ უნდა ამდენი no name აქ საიდან მოხვედით ვიხართ ასეთი მოდურები მოგიტყარეთ პასიაზე საგულაო სპარტულები მამოს ვერ ეკნება ლაინი სულ ონლაინი ვერ ეკნება punchline ვერ ეკნება showline აქ ისეთი მოდა ვერ გაუგებ თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოუგებ ბიზნეს Lean back, come on. Ჩვენი ბეთლი კარგად რომ აგიხსნა JJ შეხარ Kim K მე ვარ Ray J მთელი საქართველო იხილავს ამ sex tapes ბოლოს დამიძახე Jeffrey Epstein მარლო შეიმნაირო განათაგვავის პალიები რომ თავში გიყო თაირო შეეხება JJ's შელა პანჩი უნდა მოიგონო very good stage names ვიდი ჩამიხვიე flow ვები არ დარდო რადგან hip-hopში აქ მნიშვნელობა რას ბაზრო თქვენ უდებით ვიძე ყახალს დიდხას მაგრამ ვერაფერ თვერს ერთ ახალ სიტყვას შემიძლია პროსტა შევადარო ფაქტები რაც გითხარი თავიდან მოდის თავიდან მე ფუტის ლეგენდის სახელი შენი სახელი დაირქვი სერიალიდან პროცედურა ბილიკის მოვედის სახის სასახება ბევრი ვერაფერი ვერ ქენიცებ დასახება ვაჭარივით ვიწევ სამსაკოლის გასახება მაიკია შენობაში ვიზიტო გასახლება აქ ისეთი მოდა ვერ გაუგებ თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოუგებ ბიზნეს Okay. კაი, ნახე ძალიან ბევრმა ადამიანმა აქაც ჟიურის წევრ მე მგონი გიომ თქვა არ მახსოვს რა გარჩ ძალიან ბევრი ადამიანი აძლევს პირველ რაუნდს პელე იანგ მაიქს ხოლო ლინბექის გამო ლინბეკ ბიზნეს ანუ ამის გამო ბიჭო გასაგებია რეფერენსი არის ძალიან კაი რეფერენსია მაგრამ ამის გამო პირველი რაუნდი ანუ ლინბეკ რო არ ყოფილიყო პელე იყო ძალიან კარგი პირველ რაუნდში აი არ ვიცი ძალიან კაი პელე იყო იანგ მაიქს არ ვიცი რა ჭირს აქ პირველ რაუნდში იმიტომ რომ ბიჭო რაღაცნაირი punchline-ებია რა აი რო არ გეტკინება რო არ გწყინს აი არაფერ შუაში რო არ არის ეგეთი punchline-ებია და ძალიან ბევრს დადის რაც არ ამგონია რაიმე ქულას წერდეს ჟიურიში არ ვიცი თქვენც თუ გინდათ დააკვირდით პროსტა რამდენს დადის წინ და უკან ხო რაც შეეხება სხვა ასპექტს რო არა აი ეს ლინბეკ ნებისმიერ ანუ JJ მარლოს მივაკუთვნებდი ამ რაუნდს მაგრამ თუ ლინბეკის გამო აძლევთ იანგ მაიქ პელეს პირველ რაუნდს მაშინ პირველი რაუნდი არის JJ მარლოს ეგ არის კაია წავედი მეორე რაუნდი არტისტები შენგან ხელმარჯვნივ შევგონათ ხმაური ძმებოეს ხლეობა ბითირატ უაგვირჩიე ჩენ არახარ მაიკი არ ძელბი სანდელს სონის კლების პროცედურა ანთანდალას ნიკია კარარი პელე რატომ აგა კანკალა იო ვიწყე ბაზარს მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წართვა მაყუთი შოვნა ტიპი რომ ამას ფულით გააბრავა საერთო კლიპი შენთან არ მინდა ბიფი TikTok-ზე უნდა გამდისონ და როთა გაგები ახმა მომივიდესო გარბისო ენემის ადგილას დავარწყავდიო როი კაცე მასე მეტი ბოდიში ერთ პოდკასტში მოიხადე ჯექო ჩმორიხა ბოზიხა მინდიკა მოდიდა გაჯუია პოლიდან მინდა გაგატაბო გაჯვა როგორც მინდა კანი გაგაცალ აღარ გაგატაბო მორდიდა გამოსაბანი ხარდოკი ჟუა შენი ვეკილი ასასინი ბიცე მინდა მიმაქორი ვეკილი დაივიწყე დოქტორები მე თუ ვიკადე აფეთრის მერე ბიჭო მართლა დაგჭირდება ექიმი აქანავე თავი ბოზო როცა მევა ბაუზე მანძი ფილმის რეკლამა ხარიკვე და პაუზე nice makers K-pods მოვა საუზმე მინდა აკროჩობა ტირო და ვიცი ვერ გაუძლე გილიოტინაზე ბიჭერს თავი დავადებინო კაპალი გაგევპესი აქარ გამაჭედინო მაიკ ტაისონ ხელი კოჩი დავადებილო კინო არ გინდა ბიძე ნაწლავები გავაკრევინო მაიკისე მართლა მაგრა დაგდებოდა კლუბო ეს ტუბოი და გაუთები მოიყვანეთ ლუბო გარჩენილი მოგმა ბიჭ აღარ ჩაიგუბო შეტუბო აქ JJ GG
არის ბუფო დაჭირე თავი დაუჭირე გინდა მაჩეტე რა ჩორდები ჩაკა გინდა მისკა ანდა საჩეტე რაუნდი სადაწე უნიტაში გაჭედე რამე თუ აქ მარტო მოწევს გადავისა უნაკას ამ დაუნახავს უკნას თავი დაუმარყავს ამას კაცური რო ეკნაც სოჩი არავისა უნახავს ამ უნახავ მათ თუ არასაკუარს თუ არ უმალავს იმ ფოტოში როგორ იყლის სახითაც იხურები ზუსტად იგივე სახით უნდა დაგაჭაყურები ნებისმიერ ბიძე ჩაკიდე გუბები ფოუ მეტად დაწყულა ყლე და მუტელი ყუილა და რუიგინები რასაც ხედა ვამბობ ეს თუ ჩაიხდი მე წამოვიცვა მამ განდოს სხვების უსტელობაზე რომ ვაჟობ თითქოს ციხარ მეორე წავს კამერას და ჩაქთილი და დიხარ ვიქონია თავი რამდენ როგორ გებასება თორი შიგნა კრავი როცა საჭიროა ხალხთან არც ერთი არ დადგება ამათი ცხოვრება ფული დიწყება და ჩავდება ზურთა როგორ გამოხვედი დასრული გაკელები თქვენთან ბიფი არ მინდა უღისებს არ ვემტერები მოსაჯელი გოფტენები უნდა დატოვოს სცენები ვითომ ხოძე ფებრები ჩაწყვილოთ როგორც კენედი თქვენზე დიდი გლეხი არ არსებობს ასე ფერები პოსტივიში მაინც არ გეტარებინა ბეთლები დააბრუნე ისევ ისონალდო ვერსუს მესები თქვენი საქმე გამისაროლებია ფეხები გეი ჩააჭირე ოღონდ არ ჩაკავდეს ხელებში ეს თუ ანდერგრაუნდი არ რეპის დედა შევეცი თქვენი რეპი გლეხია და არ ჭირდება მეტი თქვენ ვისაც ურეპოთ მაგას თქვენზე მეტად რა ხდება რა განგაში აიწაბება სენა მეცნას მის შემოვარდება დაწეკიშე ბოზო ოლი შემოვედი მიდი დაწეკიშე ბოზო ბელეყვირის გამიშვიდო დაწეკიშე ბოზო რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ შევგვრატყრობ ბიჭო, აი, ვაღიაროთ რომ არ იყო, არ ვიცი, არ მახსოვს ბიტზე რა ეწერა. აი, არ იყო ეს კარგი ბიტი. და შესაბამისად არ იყო ეს კარგი რაუნდი. მე კიდე ერთხელ შევახსენებ, რომ აი, უკამდე გავარი იქ, სადაც ბიტები ირთვება, მე ბუთები რაც მაქვს, ანუ აქტიური დინამიკები რაც მაქვს, მან მარტო ბიტი მესმის. ხმის ინჟინერისთვის ლაშას მოკითხვა აქედან. ლაშასთვის ნათქვამი მაქვს, რომ მიკროფონის ხმები მე არ შემომივიდეს, იმიტომ რომ რეაქტი ჩავწერო და არ მოვისმინო იქ ადგილზე. და არ ვიცი, ბიტი რომ ესმოდა იქაც გამიკვირდა, რომ მეთქი ამ ბიტზე თან ხალხის რეაქციაც არ იყო ისეთი რა, რომ აი რაღაცა მაგარი გააძრეს და ოპა ხო და ეს არ ამგონია რომ საბეთლაობით ყოფილიყო ვაფშე რა. აქვე თუ გსურთ, კარგი ლამაზი კომპიუტერი, იდეალურ ფასად, საუკეთესო ხარისხის პერიფერიებით რო აგიწყონ, ბიუჯეტურად, რაც მთავარია. GS Shop-ი არის ჩემი გადაცემის მეგობარი კომპანია, მე სპონსორი არ მყავს, თავიდანვე მინდა გითხრათ, აი ფულისთვის ამ ყველაფერს არ ვაკეთებ. ყავს მეგობარი კომპანიები, რომლებიც აი ამებში ამ ყველაფერში მეხმარება რა. რო თქვენამდე რაღაცები მოვიტანო. ხო და თუ კომპი დაგჭირდებათ, GS Shop-ს მიმართეთ, ჩემი სახელი უხსენეთ და მერე უკვე თქვენ ნახავთ ყველაფერს რა. კაი, წავედით აბა ბიჭებმა როგორ გამოიყენეს ეს მეორე რაუნდის ძამი ეს არის უბანი მერე როგორ იყო ესენი არაფრით გამოირჩევიან უნდა ჩატყნა სანამ გამით და მოსკავ გადაიქცევიან მეს და თქვენ სოდეს რეპერებს გვეძახიან მრცხვენია გაიჩალიჩებენ ამდენს რომ ეჩალიჩებიან მამიკო და ბრუნდა შინ ხელში სავსე ფაქტებით მე არ თესლად ვიბაზრებს არამ თქვენო ფლიანდებით ვეტერანები აღლუმზე შემოვედი ტანკებით ამ ბარების მოსმენი თქვენ მისაღებზე დადგებით როგორ გიბრუნდებათ ენა ჩვენზე რო თქვენ ბარები ერთმანეს რო ვებეცლავეთ მერე გავხდით პარები გეგონება ერთმანეთში არ გაქვთ ნაბეცლავები ცხოვრებაში ვაფშე ვერაფერში შემედავებით იმ დღის დედას შევეცი როდესაც შემედარებით იმ დღის როცა თქვენ ორი ჩემ ჟიურიში დადგებით თქვენი ყველა ფიშკა არის სხვისგან ნაკირავები თქვენი ვენთებზე არავის არ აქვს ნაგულავები აქ ვინმე გამოუსწევს რო კითხვეს ორი ფლოუსდებს გვაროუსდებს მალე ალბათ დაუძახებს გოუთებს მაგრამ მოუწევთ შეხვედრა ორ გოუთთან მე თქვენნაირ გოუთებზე გოუთობა მოუტყან საჭიროა ტრავმა გაზრდა სტოკი ცდილო რადგან არ არსებობს გაზრდა უთქიბილო სახე მომიშვიდე შენთვის მაგარ ტრავმას ვამზადებ რომ მოგირჩებათ მე თქვი მაიკ მადლობა რომ გამზარდე რითმებით მოვკლავ პოეტებს მე ვარ წერეთელი რამდენის გინდა დეფნოუჩი წერეთელი ჩვენ გრაფაში W ამათან წერეთელი მე და იანგი versus ვიღაც ორი ყლერეპერი ბიჭო, აი ძალიან კაი რაღაცა იწყება აქედან. კიცილო რადგან არ
არსებობს გაზრდა უთქებილო სახე მომიშვიდე შენთვის მაგარ ტრამას ვამზადებ რომ მოგირჩება მეტყვი მაიკ მადლობა რომ გამზარდე იცებით მოვყავ პოეტებს მე ვარ წერეთელი რამდენის გინდა დეფმოუჯი წერეთელი ჩვენ გრაფაში W ამათან წერეთელი მე და იანგი versus ვიღაც ორი ყლერეპერი პირადული არაფერი ვეჯიბრებით boys თქვენ გჭირდებათ პროექტი და ჩვენ გჭირდებით პროექტს ეს არის hip hop არა bullshit ეს არის real talk true shit თქვენ ხართ მოხები ეგო პროჩასტუ სადმე ერთად მოხდებით მე მაშინ დავამუღამე კენჭის ხაზე რომ მოხვედით საზიარო ფოხნებით მეთქი ერთი გზა გვაქვს ტაქსით ვარ ხომ არ გამომყვებით არ მეგონა მაგის თმაზე მეტროსკენ თუ მოხებით ვითომ თუ არ გამოყვებოთ ისებებში ვერ აგაოხრებით შენთვის ასე უფრო ყლეები გამოხვედით თქვენ თვითონაც ხო ხდებით ნუ იბოღმებით ჟანგმა მკითხა და მანახე ჯეკო რომელია ვუპასუხე ჯეკო და უბობელია ჯეკო მაგრამ მოძრაობს ბიძე ძმაო ჯეკო მალე ევროპაში მიდის სამოძრაოდ აქეთ ჟადოქრები აქეთ კიდევ დემენტორები სოკო მაგდა ფეხებზე მკიდია თქვენი სპორები ბიჭო უმენი ისტორია მოყავთ თქვენი სტორები მარტო ჩვენი გადისვის გამო ხართ არასწორები სამწუხაროდ ვერასდროს გავხდებით თანასწორები კუზიანები მარტო საფლავში გამოსწორდებით ზონაში ვერა მაქსიმუმ მაგრად გაგისწორდებით BDM BDS მაგრად გაგისწორდება ვერსად ვერ მიდიხართ ისევ ჩვენი სატრებები ხართ მეთილზე მახვედით და აქაც ჩვენი სატრებები ხართ ისეთი გასხმული გაქვთ უცებ მეთქი შადრევნები ხართ ისეთი გაქცეული გაქვთ აღარც კი ადევნები ხართ სოხوار მეწყვილეობა რომ მარტო მარლომ განდო თვითონ რას გავს მაგრამ არ ჩემყავ ხარ მარლომ ბრანდო გოიმების კიდევ ერთი ბანდა უნდა ბიბაბანძო დავიგინე პარცა მათ არიციან რას ნიშნავს ბანდო სიმართლე რო წერონ მაინც არც ერთია true MC ისმის კიკები და პანჩები UFC თქვენ ამ სამეფოს მხოლოდ მცირე ნაწილი ხართ ULC არც ერთია პუშკინი მაგრამ კუდებიან ამ დუელში ნახვიბეა ეხა აქ რა არის? აქ არის ის, რომ მეორე რაუნდი არის პელე იანგმაიკის საოცრად კარგი ფანჩოლ. პელეს რა ჭირს, მაო. პელეს რა ჭირს? ანუ პელი არის ალბათ საუკეთესო პელეს ვხედავ ეხა PvP Flow-ში რაც ყოფილა. ან ნიკისთან რო დავივიწყოთ, საუკეთესო ვერსია არის პელე. პელე ეხა რასაც უყურებ რა. ძალიან კარგი ფანჩლაინები ქონდა. აი წარე კი არა. აი აზრო აი მე რო ეწევი რა და რა კაი იყო რა. აი ეგეთი ფანჩლაინები ქონდა და გამისწორდა ძალიან. იანგმაიკი ისე ვერ გავიგე რაღაცებს. არ ვიცი რა, არ ვიცი. ცალკეულად პელე უფრო მომეწონა ვიდრე რაღაც პარაში. მარლო დაიყო გონი ორად გაიყო სულო სამასი მოვიდეს ყლე არავინ წაიგო მარლო დაიყო რაღაც უნდა გაიგო გავიგე და დამაცადე ცოტა როვე кайფო მარლო დარი მარლო გისმე პრამო იგე რაკინდა შეთემა მალე ჰა ბიჭებს გონი საკეცოტა ძანაი ხა კიპია კარარი თორე ბელე ჩადე ხავდა ვერ გადაარჩენ შამოქავა შენ არაქარ ვეინი აკი ფეთქე კოთები და შეკიცვალე ლეინი შემოვარდი ჯოკერი რო ჩაკიტარო გეიმი არ ვიქები სტრიტ უნდა დაკეტოვო პეინი Jack Mike Palace უნდა მეტი პადაჩები შენ არა გაკ flow არა show არა ფერი slow mo გაუკა და ჯერი განა ჯერი ეს ორი ჰოკაი ხადარიქსი და ნარჩენი როიქ შოპადე მართლა არ გამოგის ბიდი ხელ სელოდე მესამე რაუნდი follow განა ჩეს ბეთლი არის თამკარა ყულა ჯოვა თენე მი DJ გაგაგაგაგაგაგაგადენე ნაგი დაუ ნიკინ გაგინაუ ბაგინაუ გუატაირა გადინაუ გადიკარიდა მაგილაკია კენა პაკიაუ სმენი პაკია ქესახელზი ამანადია ამათი რაუნდი ორი ბოღმიანი ჩატია თუ ჩატია პარტია დანამატე და მატია ბიჭე კიშები დადიან აბარა სანამესად მოვიდო და პელე დაბანა გარავის არ ჭირდები კვირდები მე გადავტენე გავისოლები პირველი ვეზე ამან უპასუხა ვიჯდები მე ეკიმელი ფეიკია სტეხადატო ფეკი მელაკი და გავიტაძე ესპევერი ნული დაკი და მეკი და ამის მერე ყუბოშია შენი ჩეკი ვერასულებ გოსვაიტერობას მიაწეკი Swing-out, clean shit, they follow every speak She want shame, chile, toma toca Skype, it's a sweet chiwi Wina que te swiss, clave en quisca Parca la misca, tu te la cae disca Toda dageba, nuli dageba Ena dageba, dagetra, teki gamesa Saje ageja, dageja, maika zeja Tena daginda, BBM zera que saklema JJ, okay Khotima debit gama wetida, okay Stamina daga kharja daga jo ote Shani krebi click clack, Baby, baby,
ბენზე დგებიან, ხვდებიან, კვდებიან, ბოლო განაჩენია იგი თორი კალოში აკეთი კალაშებია ჩაი დააკვირდით რომ ბითი გაწურეს ბოლომდე ნახე როგორი ამბავია მარჯვენა მხარეს პელეიანგმა X ბევრი აქვთ ნაფიქრი punchline-ებზე flow რა flows შეიძლება იყოს ახალი დღეს პელეიანგმა X-ის გამ ვერ ვნახეთ ფაქტია ნუ მესამე რაუნდს მოусმენ და იმედია შეიძლება ვწდები ნახეთ JJ Marlos-გან ნახეთ რომ იგივე flow-ები შეიძლება გამოიყენო ოღონდ სწორად, კარგად და beats შეუთავსო ასევე სწორად და კარგად. რა მე მაგრად გამაუცეს ამ ბიჭებმა, მაგრა გულშემატკივრობ ასევე სანამ ბოლო რაუნდზე გადავალ, მანამდე გეტყვით რომ BDM-ის ბიჭებს ვინც იღებს მონაწილეობას Baby Flow-ს ამ სეზონში ყველას შევთავაზე ეგეთი რაღაცა რომ მეთქი ძმებო ეს რაც ახლა ხდება რამდენი აქ ნახვა 121,000 ნახვა აქ სამ დღეში ნუ ეს ხო რა თქმა უნდა იმატებს და იმატებს მე მინდოდა რომ აი ამ ბიჭებს ეს ტრამპლინი არ გაემაზათ და ყველანაირი 0 ლარით გადავუღე კლიპი ჩაწერეს ჩემთან ჩაწერა K მინდა რომ აქედან მადლობა KMC-ს გადაუხადო აუცილებლად მინდა რომ ჭხარკოს გადაუხადო ასევე მადლობა რომელმაც დამიქსა და მასტერინგა ეს ტრეკები და კიდე არის ბიჭები რომლებიც ასევე ჩაწერენ და გადავიღებთ პერიოდულად როცა PvP Flow-ს ახალ-ახალი ბეთლები დაიდება და ხო ეგ მინდა იცოდეთ რომ ძალიან რაღაცნაირად გულშემატკივრობ რა მინდა რომ ახალ თაობას სტიმული უნდა მიეცეს ყველა ვარიანტში. ეგ არის და ეგ. კაი, წავედით აბა მესამე რაუნდი ვნახოთ პელეიანგ მაიკის. ხო მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია. აკეთ პარტი ფიფერები, მაკეტორი უშნო კაცი, მოვედით რომ მოგიძვადო სოკაში, ვიცი თქვენი кейსი, ჯერ ერთმანეთის გლეიზი, და მერე ლაინებში რაც შეიძლება მეტი გეიზმი, მოვედი რომ დაგარიგოთ, ერთმანეთი აგარიდოთ, თუ რეპერობა გინდათ ეგეთები აღარ იყოთ, შეხოფარი გებიგებასება და რა გიყოთ, რაც დაგაკმო სერიალმა რეპმა არ გაგაბარიგოთ. ჩადებაზე არ გიდა დებილობების სახილი როდესაც შენ თვითონ დაირქვი პარიტის სახელი ვერ მოხდები სერიალში რაც არ უნდა მოგიდეს ნამდვილი მარლო რო გახდე შენ არავინ მოგისმენს წვინი მოხდეს ამ პატარა ხულიგნებმა OG-ებს მოუწიათ მათი და ბულინგება PvP-დან გააჯვი და მერე რატო გული წდება თქვენნაირებისთვის ხო BDM-ი სულ იქნება ამა რომ მახსენა რაუნდში თუ მაგის ღირსია გამახსენოს მისი საყვარელი ფაში ვისია ბოლოსად ვაყოლებ JJ-ს ამოს უთქვაში გავაქრობ როგორც ბულიკიდან Mary J-ს ორი ბრატი როგორც სვათი ავტომატი შემოვარდის მოდი ერთ ემაზე მოვხო მარტეც პესრას მირო შემოვიდა გახსენება არ გვინდა რადგან თქვენ ორივე ჩემყლეს გადამაგდებ სკამიდა თქვენი რაუნდების თემა არის პელე და Young Mikey თქვენზე კიდე რაც გინდა და წერე არ აქვს ჰაიპი განა ჩვენზე უკეთესი ტექსტი გააჟღერეს პროსტა ჩვენზე რო ბაზრობენ ეგ იწვევს ინტერესს შევეცი BPM სადაც ეს დგას შევეცი GPS მეგაჩვენებ გზას BDM-ს დაუბრუნდეს JJ პედიკი გააბანძე გუნდს როგორც JJ რედიკი კაპიტან ოპონენტი უბრალოდ უმეცოდება რომ უნდა ათრიონა ბრუტალურმა მეთოდებმა მაგრამ ყველაზე თქვენი სრემლები და ასაკი შიგნით და ხათნა ბოზრები ნუ მიყურებ მაგსახით რეპერებს ვაჰეჩოთებდი მეძახოდნენ ჩეთერს პირდაპირ ვიპარავდია მათ პირდაპირ ეთერს სანამ თქვენ თავს დაუძახებთ რეპერს დაუჩოქეთ მეფეს და აკოცეთ ბეჭერს ჩემი იდეები გამომტკიცე წერით shout out მათ ამ ბაზარს მიცეწებით ქართულებს კიდე რამდენი უნდა მივცე წელი ამ ყალებს რო ჯობი რატომ არ დასამტკიცებელი ვიღაც JJ AKA no name gay გადავატარეთ AK ძველი გოსავით AAA ჩეკავაშავე მერე დავწვით KKK ამას ხო სახეზე გადაუარა ზაჰეს ნიკავს ვეღარ Ay, bicho. Sakız, kadın esma, rahat ol rari. Şu aşıya, vay be deda.
აუ მიყვარხარ. ამას ხო სახეზე გადაუარა ზაჰეს ნიკავს ვეღარ გასდი ბრეკეტები მაის შაკესვა თუ მამულებს არ აწვევი რას მეჯლიფინები შენ კიდე ყლექალასწობით თუ მეცი გვინები თქვენაირი რეპერები სხოდი მაგრამ კიდია თქვენაირი ბოზები სულ მოდიან და მიდიან როცა თავი რეპერობას მიანდე შეცდი ხო იკულავეთ ეხლა კვდებით როგორც დიადი გეცბი რა Rest in peace bitches კაი. ეხა ხო, პრინციპში ჩემი სათქმელი გითხარით, პირველი მეორე რაუნდები ერთი-ერთი დავსვი, რა თქმა მესამე რაუნდი რა თქმა უნდა JJ Marlosი არის. სასიხარულოა პროექტისთვისაც. მე მგონი ყველასთვის სასიხარულოა Pele Young Mike-ის და Pele Young Mike-ის გულშემატკივრების და მსმენელების გარდა საერთოდ რა, საერთო ჯამში რაც მოხდა რა. კარგია როცა ახალ ანუ ეგრე უნდა მოხდეს ზოგადად. სულ თუ ძველმა გაიმარჯვა, ანუ დანძრეული გვაქვს. შანსი არ ახალმა თაობამ ნებისმიერ შემთხვევაში სადღაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, მაგას ვთანხმდებით რა. ანუ ეს ცვლილებები აუცილებელია რა. და მისასალმებელიც. რაც შეეხება ძვალის მონაკვეთი ვნახე TikTok-ზე თავიდან ბოლომდე იდო რა. რადგან ვიცოდი უკვე ვინ იყო გამარჯვებული, მოусმენე თავიდან ბოლომდე რა. ძვალის შეფასება იყო რაღაცა დაახლოებით შეგეძლო რომ ერთ წუთში ჩაგეტია ყველაფერი რაც ძვალმა ილაპარაკა აქ მთლიან პერიოდის განმავლობაში რა. მართალია ძვალი რასაც ლაპარაკობს. კარგად რომ მოусმინოთ, ფაიზაკს ბაზრობს და ჩემი აზრით გადაწყვეტილებაშიც სწორი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში იქ ადგილზე მე რამდენი ისიც მესმოდა, ანუ ხალხის crowd ოვაცია შეძახილება, ანუ crowd control-ზე მაქვს საუბარი. დაახლოებით 2-ჯერ 3-ჯერ მეტი ქონდა JJ-ს და Marlos. ნახე, ეხა როგორი ამბავია რა. ძმებს, Pele და Young Mike-ს რა, შეეძლოთ უკეთესი crowd control-ი, აი Limbeck როგორც იყო მაგალითად პირველ რაუნდში, ეგეთები შეეძლოთ. მეორე, მესამე რაუნდშიც. იმიტომ რომ Young Mike-ს აქ მაგის სპეციფიკა და აქ მაგის შესაძლებლობა, იმიტომ რომ Young Mike-ის ბოლო ბეთლებს რო გადახედოთ, ტრეკები ვით წერს ბეთლებს რა. ანუ მისამღერი აქ ბეთლს. ეხაც Limbeck იყო რეალურად რა ტრეკის მისამღერი, რომელიც გაიმეორეს 3-ჯერ თუ 4-ჯერ. ხო და ეგ შეგიძლია რა, ეგ რაღაცნაირი ჩეთია crowd control-ისთვის და რატომაც არა. ანუ Young Mike-ს და Pele-ს ამ კომპონენტში შეეძლოთ რომ წაიღოთ რა და ამ კომპონენტს თუ წაიღებდნენ მართლა 50-50-ზე იქნება. ესეც 50-50-ზე იყო რა. მაგრამ აი გოჩა დგას იქეთ რა Young-ის უკან და მაგანიც ის ეგეთი ტერმინები რომ აი ბრინჯის მარცვალს რო დადებ და გადაწონის ეგრე გადაწონაო იტყო და გოჩა, მაგრამ მე ვიტყვი რომ საკაიფოდ მოიგეს JJ Marlo. წარმატებები ძმებს, წარმატებები თქვენ. გიხაროდეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი. თქვენ უყურებდით ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან, მე მისი უცვლელი წამყვანი ნონა გაფრინდაშვილი გახლავართ, ქიში და შამათი.